ძველი აღთქმის სიბრძნე ასე ამბობს. გლახაკთა კვნესის წამყრუებელიო თავადაც იტირებს, მაგრამ შემწყალებელი არავინ იქნება. ისე რომ გვერდით ეგრე ტკივნეულს და დაჩაგროს და აი ესე ძის დაგდებულს გვერდი არ უნდა აუარო ადამიანს. არ უნდა წაუყრუო მის კვნესას. ვიღაცა რო დახმარებას გთხოვს. თუმცა მეორე საკითხი აქაც ისე, ყველაფერს ხო ორი მხარე აქვს. ნახეთ, ესე იგი, დიდაქე გაგონიათ ესეთი რამ, პირველი საუკუნის საეკლესიო ძეგლი, მოძღვრება 12 მოციქულისა. იქ ასეთი რამე წერია. შენმა მოწყალებამო, ოფლი გამოიღოს შენს ხელშიო, სანამ გასცემო. ზოგს ასე ესმის, რომ შენი ოფლი თუ რო უნდა იყოს ნაშრომი. კი ბატონო, ესეც სწორია, შენი ნაშრომი უნდა იყოს, რომ მოიპარო და მოწყალება გასცე, ეგ კი არა. რომ იშრომებ, მაგრამ მეორე მხრივ, რომც იშრომო და პატიოსანი გზით გქონდეს ნაშრომი, უნდა დაფიქრდე, ვის აძლევ, რისთვის აძლევ, რამდენს აძლევ. გესმით? არც დათური სამსახური უნდა გამოგივიდეს იმისთვის, ვისაც აძლევ, არ უნდა მიაჩვიო. იოლად გახსოვთ, დედა რო აძლევ, მამამ რო უთხრა შვილს, წადიო შვილო, იშრომე. სხვათა შორის, ცოტა უფრო ადრე წლების წინ ერთი ორჯერ ღუმელი შემოვიტანე და ეს არის მეთქი ფულის ამოცნობი აპარატი და ბავშვებმა რა ფული განა ეგეთი რა ამოცნობი აპარატი. ეხლა ბანკებში ხო გვინახია რომ რაღაცა დაანათებს და შეეღო, აბა ყალბია თუ არ არის და აი ეს არის მეთქი ესეთი იყო ხოლმე ძელად მეთქი და როგორ ეხლა გახსოვთ მამა რო ეუბნება შვილს რომ წადიო და იშრომეო და დედას ეხლა შეეცოდება, დედა დათურ სამსახურს უწევს ამ შემთხვევაში და ფულს გაატან შვილს, წადიო ირბინეო, ცოტა ოფლი მოიდინეო და მოდი და მამას უთხარი რომ აი მე ვიშრომეო. თან ეხლა იქ ღუმელში სანთელი მქონდა ანთებული, ეხლა იმ ბავშვებმა ხო არ იცოდნენ რა იყო შიგნით. მამა ესე შეაგდებდა და ესე დაიწებოდა. მეორეჯერ, მესამეჯერ და მეოთხეჯერ მართლაც რო იშრომა და რომ შეუგდო თავის ნაშრომს, ხო შეყვა ეს ბიჭი და ხო გამოიტაცა იმ ღუმელიდან. რატო? იმიტომ რომ მისი ნაშრომი იყო და დაენანა. გესმით? იმიტომ ამბობ, ადამიანი ტყუილად არ უნდა მიაჩვიო იმას, რომ აი ესე მოდიოდეს რაღაც.